ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა არსება, რომელიც ჩვენს გარშემო ბინადრობს. ეს კი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ადამიანებთან თამაში ძალიან უყვარს. ჩვენს გარშემო უამრავი საინტერესო ცოცხალი არსება, ამიტომ ატმოსფეროზემად გადავკვეთავთ მთელს საქართველოს. სიცოცხლე წარმოუდგენლად მრავალფეროვანია და ის ყველგან გვხვდება. შავი ზღვის სანაპიროებზე და მის ქვეშ. კანიონებში, სადაც მოხვედრად სიცოცხლის რისკებთანაა დაკავშირებული. გამლა ტოტები და რაღაცეებია, შეიძლება გაიჭედო და დაიხტო. ტბებში, სადაც გადაშენებული თევზები ისევ უკან ბრუნდებიან. მოვიდა მგონი. რაღაცა, ოპა! უდაბნოებსა და კლდეებზე, სადაც თითქოს სიცოცხლის არანაირი კვალი არაა. ოპა, ჯოჯო. და რა თქმა უნდა, ზუსტად იქ, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ცუკები, როგორ ხარ? ძაღლები ჩვენთვის ყველაზე საყვარელი და მოსაძებნადაც მარტივი სახეობებია ამ ჩვენი გზელი სიიდან. პირველი სახეობების მოძებნას დავიწყებ ჩემი სახლიდან 50 მეტრის რადიუსში, რომელიც ნელ-ნელა გაიზრდება 500 კილომეტრამდე. სიყვარულზე ჩიტებს კი გემრიელობებით გავუმასპინძლები, რადგან წყალი და საკვები მათაც ყველაზე მეტად ჭირდება. დრო არ დავყვებოთ, კამერა ესე დავტოვოთ. მე კი ჩვენი მეორე სახეობა ვიყო. დავფიქრობ ეს უნდა იყოს წითელი ბაღლი, ჯო, რადგან ისინი არიან ყველაზე მეტი ჩემს გარშემო. და ესე ჩვენი ახალი სტუმარიო, ბაი. Ups, გაიქცა. იმედია თქვენსა გაიქეცით ვისაც ობობების და გველების გეშინიათ. პირობას ვძებ, ჩვენებ ძალიან ცოტა. ბოდიში. ამასობაში კი სიყვების მაგიდაზე ერთი ჩიტი მოვიდა. კოდალა. ჩამოდის. ჩვენ მაგიდასთან მიდის. კოდალას კი მალევე შაშვი და წივწივაც მოყვა. თუმცა საჭმლის შეწინააღმდეგება ვერც ერთმა მოახერხა. მათ შორის ვერც ამ გულწითელამ და ვერც წიწკანამ. კოდალას წასული შენმა კი მათი დროც დადგა. საბოლოოდ კი ციხვის მაგიდაზე ციყვი მოვიდა. ახლა ნახევარ საათია ჩხარობს დავსვი და როგორც სიგნა დაჯდა ხისკენ წინას. კაი, წავიდეთ ახლა და ცოტა მიწის ქვეშაც მოვძებნოთ სახეობები. ეს ხოთაშოა ჩხიკვის ხმა. აი ამ მორის გამოთ 2-3 სახეობა რაღაც უეჭველი იქნება. ხო თქვი? ეს ორი სახეობა ძალიან გავს ერთმანეთს, თუმცა აქედან ერთ-ერთი თავდაცვის დროს აი ესე ბურთავდება. კი მატლი, რომელიც ძალიან დიდ დროს ასრულებს ჩვენს ეკოსისტემაში. ისინი ამუშავებენ და ჭამენ ძალიან ბევრ ნარჩენს. მოგეთ საკმაოდ სუყე გამოდგა ამ წერტილზე მოსვლა, თუმცა 100-მდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია და ბევრი საინტერესო არსება ყავს აღმოსაჩენი, ამიტომ ნელ-ნელა უკვე ჭირს სახეობების მოძებნა, თუმცა არ დაგვავისწესო ჯერჯერობით ჩემი სახლიდან მხოლოდ 50 მეტრში ვართ, ამიტომ გავზარდოთ დისტანცია 500 მეტრამდე და წავიდეთ პატარა ექსპედიციაში. და ეს შემინივთებ. ჩანთა. გამოდიდებელი შუშა. ონკესი. მიჩაბი. პეპლები საჭერი. დანა. და წყარო. საბედნიეროდ ჩემი სახლი დღესთან ახლოს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეობების მოძებნას გავაგრძელებ ტყეში. ისკენ მიმოუზეზე კი შევეცდები შინაური ცხოველები ვიპოვო. დაშის ვინ დამეხმარება? გარჩვა. დაგიმარჯოს. რა ქვია შენ? შაკო. ანდრია. ბავშვო, რა საქმიანობ? შენ გეხმარებით რა თქმა უნდა. 500 მეტრის რადიუსში ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოვაროთ ყველა მეზობელს და ვიპოვოთ ხვარი, ცხენი, კათამი, ხა, როხა, იხვი, ირი, ინდაუ, კურდღელი, ბატი, კატა. წავედით. რა გასკდე. იცით ეს აშენობა ბავშვებო? არა. ეს არის კოჯრის დაწყევლილი სახლი, სადაც ერთი სულიერი არსება ბინადრობს, რომელიც ჩვენს სიას შეემატა. ლეგენდის თანახმად აქ ვინც ცხოვრობდა, ყველა ოჯახი ამოწყდა. ამ სახლს აჩვენებენ ტელევიზიაში, წერენ გაზეთებში, იუთუბერები იღებენ ვიდეოებს. ცოტა გოშინია, გოტა, რა ვქნა? ერთადერთი სიმართლე კი რაც ამ ყველა ამბავს აერთიანებს არის ის, რომ აქ ცხოვრობს ერთი არსება. გამარჯობა, ციხე. უთავად როხა. ვაჰ. აი მოდი აღარ შევაწუხოთ ახლა ძროხებს. უკაცრავად. გამარჯობა. თქვენ ცხოველები ყავთ რომელიმე? არაო. ჩვენი ძირითადი მოვალეობა კი არის ნაური ცხოველების პოვნა, თუმცა ნებისმიერი არსება, რაც აქ გადახდება, გადმოხდება, თუნდაც არის ბუზი. არის ჩვენი პლუს ერთი სახეობა. ამას თქვა დაწევთ, მე უკანონო დავაფოროთ. აი ამის ქვეშ ნახე. აქ არ უნდა. ოპა! ხავშებობთ ეს თქვენ არ გაიმეოროთ, იმიტომ რომ ძალიან დამკბინეს. ლოკოკინა. ახე გოტა. ხუთკარია. ვაი ხვა. რამდენი სახეობა ვიპოვოთ? 33. მერცხას უნდა ინახოთ მეცხარით. აი. ოპა! აქ ქათმები ვნახოთ, თუ იქნება, რადგან უკვე ხიოდნენ. არის? ამ შინაური ცხოველების მოძებნა კი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგედგინა. მეზობლებში 1 საათიანი ხეტიარის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ ვერაფერი.
თუმცა ერთი ის მომშვიდებდა, რომ ჩვენ ვიყავით ძლიერი გუნდი. არა მხოლოდ მე, შაკო და ანდრია, არამედ ჩვენ ბელანი. ავადია რომ რაც შეიძლება მეტი შინაური ცხოველი მაპოვნიოთ შემდეგი 10 წუთის განმავლობაში. ქართველები არიან ჯიგრები მაგარი. არა? როგორც ხედავ ძალიან ბევრი ბავშვი მეხმარება შინაური ცხოველების მოძებნაში, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაგზავნეთ ძებნა. და ამ კაცური კაცის დახმარებით ბატიც ვიპოვე. ამას მოყვა ორი სახეობა გავხსენი. შემდეგი შინაური ცხოველი კი რომელიც უნდა გვეპოვა იყო კურდღელი. კი, მოდივარ. დროზე ბევრი დრო აღარ ვარ. კურდღელს ვეძებ. ღმერთო რა საგიჟეცია. და დიდხნიანი სირბილის შემდეგ როგორც იქნა მივედით. თუმცა მე ხოდი დაკლესა. ერთხელა გორი იყო და უკაცრავად. აქ ვინმე ცხოველი ყავთ, აი მაგალითად შინაური ცხოველი. მე კურდღელი მყავს მაგალითად. კურდღელი ყავთ? შეგიძლიათ გვანახოთ უბრალოდ ახლოდან რომ დავაფიქსიროთ. წავიდეთ. უსას უკვე მაინც გამომართვა არ გამომრაზე. ეს წარმოიდგინე იქიდან. გარეცხაც არ უნდა შვილო ეს. ოჩაღია, ძალიან გემრიელია მართლა. ჩემი ბუკარო იყოს კეთყვა. ჩვენი ბაღი სულ სხვაა. ამ საოცარი კიტრის გარდა კი ჩვენ ვიპოვეთ. თევზი. კურდღელი. წიწილა. დიდ მალობას კიდევ ერთხელ გიხდით. 500 მეტრის რადიუსში ჩვენ მოვახერხეთ ცოცხალი სახეობების 4 ძირითადი კლასის პოვნა. მეწარმოვლების და ამფიბიების მოსაზრებლად კი უნდა გავზარდოთ რადიუსი 5 კილომეტრამდე და მივიდეთ არა ტყეში, არამედ ტყესთან მდებარე კლდოვან ფერდობებს. სადაც სახეობების მოძებნაში დამეხმარებიან ვინ? აჩიკო ეკოლოგი. ნიკო ეკოლოგი. დეტრე ცხვირპირი გადამტრეული. რა დაგემართა ცხვირპირზე? ველოსიპედი დავეჯახე ხეს. გირა, ბაზოს. არის მოსწავლე. რა საინტერესო სახეობების მოძებნა შეგვიძლია ამ მონაკვეთში? ხვლიკების გველის რამდენიმე სახეობა. აჩიკო ყავს აქ ორიელები ნანახი. ქვეწარმავლების საპოვნელად საჭიროა ქვების გადაწევა. გასეირნება, გადაწევა. ამის ქოში. ერთი ქვის ქვემოთ ჩვენ ვიპოვეთ გველი, მორიელი და კავკასიური ჯოჯო. გონი გაგხვავდა? ხო, ჯობია რომ დავსვათ და არ დავსტრესო. რამდენი საშიშია მორიელი ესე გამრიელისთვის? საქართველოში სასიკვდილო შხამიანი მორიელები არ ბინადრობენ. დღენის შემთხვევაში რაღაცა არასასიამოვნო გამოცდილებას მივიღეთ. ეს არის წენგოსფერი ცურავი, უშხამო გველია. არც ერთი გველი შხამიანი იქნება თუ უშხამო, საერთოდ ადამიანს არ ეს. ადამიანი არ არის მისი თავდასხმის ობიექტი. თუ არ შეაშინებდა, თუ არ იმას. დემეტრესო გადავცეთ თუ შეიძლება და შიშირო დავძლიოთ ერთად. არა. გამომართ. საერთოდ ჯობია რომ საიდანაც ავიყვანთ, იქ დავაბრუნოთ. წავა გავაგზავნოთ გზა. მომხევით. მოყავით. ცოტა სიარულის და ბევრი ქვის გადაწევის შემდეგ კიდევ ვიპოვეთ ერთ სახეობის გველი. დავიჭირეთ. არის სპილენზა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გველი საქართველოში. როდესაც დასტრესილია, გამოყოფს ამ უსიამოვნო სუნს. ამოატრიალე? ესე დაისვი. ეიკვინებია. არ იქბინება, ვერ ხედავ ყოველს გოჭირა. აი ხომ და თქვა გველი დავიჭირე ხელში. დაისვი მიდი? ესე. არაფერს არ დაუშავებ და მაინც რაღაცა. აი 20 წუთის წინ ეშიოდა აგერ დემეტრეს და დღეს უკვე გველის მეგობარი არის. კირა რა მაგარი გოგო. გაჩი მე გავუშვი. ხლიკი. აბა? აი მანდარი, აწი. აი ამათ დაიჭირე. ხო, კუდი მოძრა, იმიტომ რომ თავდასხმის ფუნქცია აქვს. აი ისე ჩაულებად გამოეზრდა. ეს არის ერცხესიანი. განაერთმავლებიან. შეწყვილებით ამრავლდება კვერცხს დებს და თავისნაირ კლონებს შოობს, ესე რომ ვთქვა. ამ მონაკვეთში ჩვენ ასევე ვიპოვეთ მტკვრის ხვლიკი და ზოლიანი ხვლიკი. 7 სახეობის პეპელა. ახლა მოდი სხვა პეპლებით იმდენი დავიჭერეთ უკვე რომ ახლა დიდი შორსოთ არ ვიცი მაგრამ სად ვარ აი ნემსიყლაპია. გაჭრიკინდა კალია დაიჭირა დემე წითელ ფრთიან კალიას ეძახიან. ყველაზე მრავალრიცხოვანები არიან მწერები, მოკლედ რო ვთქვა. და ჩვენს ყველაზე მეტი მწერი ვიპოვეთ. ბევრი შეუსწავლელია და ნუ ეხლა სწავლობენ და ზოგს არ აქვს საერთოდ ქართული სახელი და და რა თქმა უნდა ფრინველები. ყორანი დაფრინავს აგერ? ყავს კარტაშა და გველი წამია არც. მოგეთ 68 სახეობამდე ახლა მოვახერხეთ. მადლობა ნიკო. კაცი, მე და თქვენ კი გადავინახოთ უკვე 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე ალგეთის წყალსაცავზე.
აქ თევზების პოვნაში ეს კაი ადამიანი გიორგი დამეხმარება, რომელიც თევზაობის მასტერი და ასევე იუთუბერი არის. მაგანკალებს ბიჭო ეს რა იყო? მოვიდა მგონი. რაღაცა ოპა! ძალიან კარგი. ძალიან მაგარია. თხილად არ ამოწიო? რამდენი სახეობა თევზის დაჭერის საშუალება გვაქვს? ვეცდებით რომ 3-4 სახეობა დავიჭიროთ, მაგრამ ვერ შეგფრიდები რა გამოვა. მაინც ცოტაა. მოდი მაშინ სხვა სახეობები მოვძებნოთ მანამდე, სანამ შევ. თუ კი ჩვენს ნაპოვნ სახეობებში ჩავიხედებით, აღმოვაჩინეთ რომ ამფიბიები ჯერ კიდევ არ გვიპოვია. ბაყაყი თუ არ გიპოვია, აი ნაპირას უეჭველი არის. უეჭველი დავიჭერ, წინ გამატარე. ამფიბიების ჯგუფს განეკუთვნებიან ბაყაყები, გომბეშოები, სალამანდრები და ტრიტონები. და სწორედ ამფიბიები იყვნენ პირველი ხერხემლიანი არსებები, რომლებიც წყლიდან ხმელეთზე ამოვიდნენ საცხოვრებლად. აი რა ბაყაყი, ერთ დაგვეჭერით თავ. შანსი არა გვაქვს. დიახ. ამფიბიები კი ძირითადად მწერებით იკვებებიან და სადაც ბევრი ბაყაყია, იქ ბევრი მწერია. აი პეპელა. ნახე რა მაქვს? ტარა! ესეთი კი არ არის. აი. ვაუ. ეს რა არის, ჩემო გიორგი? გაიპოვე. გაცურა მეგობრებო. ოპა. კალი. ჩათვახი მკბენს, ნახე. ხალი სახეობა უნდა ვიპოვოთ მინიმუმ 10 მაინც. ვაუ, რა მაგარი ვინია. მაყრუალა. ვაჩხუბოთ. აი, ნახე. ბრავო. 75 სახეობამდე ავედი რა. რა როშა, ბიჭო. ეხლა მივდივართ ჩვენ ძალიან საინტერესო ადგილას, სადაც ვიცი რომ თევზი რომელიც გადაშენების პირას იყო, იქ ბუდობს. ეს თევზი არის ფარგა, რომელიც ალგეთის წყალსაცავზე წლების განმავლობაში არავის შეხვედრია. თუმცა ერთ დღესაც ის კვლავ გამოჩნდა. უცბად გაჩნდა ისე რომ არ ვიცით როგორ გაჩნდა. თუ კი ამ თევზს დავიჭერთ, რა თქმა უნდა გავუშვებთ და თქვენც ამას გირჩევთ. ხა ჩვენ თევზაობთ მხოლოდ წაცებელ თევზზე, აი ხელოვნური სატყუებით. ორი სახეობა გვაქვს, მიზანში აღებული ფარგა და მეორე არის ქორჭილა. უნდა ეცადო რომ პირველ რიგში მე არ გამომდო. მე საკუთარ თავს მე საკუთარ თავს არა უცილად არ გამოსდო. იდეალური. ოპა! ძალიან მაგარი. შო, ამავდროულად კეტავ, ჯოხის წვერი მაქსიმალურად დაბა. და იწყებ თანაბარ დატრიალებას. ეხლა ჩვენ უნდა გავაღიზიანო სხვადასხვა ფერებით, სხვადასხვა ფორმებით. სუნიც არომატულია სპეციალურად, ხო? თუ რეზინის გემო რაღაც ისეთი იგზნო უკან აკდებს. და თუ გემო მოეწონა, ის უკვე მერე გადაყოლპლას უკეთებს. არის. ოპა! ქორჭილა. მოსვიდან სულ რაღაც 5 წუთში. თევზა არის? უნარი ადამიანის სწორედ გადარჩენის საშუალება არის, შეიძლება მოხდეს ეს ადგილი, სადაც საჭმელი არ მოიპოვება და რეალურად უამრავი თევზია, რომელიც გადაგარჩენს. ამაზე შანსი არ იყო რომ ფარგაც მოვიდეს. ვაუ. საგიჟეთია. გაძრა. ეხლა შენც უნდა დაიჭირო მინიმუმ იგივე ზომა. მოვიდა მგონი. რაღაცა ოპა! გოტამ დაიჭირა თევზი, ამოიყვანე. ძალიან მაგარი ზომა. თხილად არ ამოწიო, ჩემსკენ მოდი. მოწიე ჯოხი თხილად, ნელა. ოპა! რა მაგარი ზომა, ბრავო გოტა. ბრავო. მონათლული ხარ სპინინგი თევზაობა. ხო, კაი შეგრძნებები იყო რომ მოდიოდა. კი, საოცარი. არის? ვაუ! ძალიან დიდი ზომა. რა თევზაობა გამოგდის, გოტა? ბრავო გოტა! ეს არის რაღაც ძალიან მაგარი ადრენალინი. პირველი დარტყმა მართლა საოცარი იყო. აგაკანკალაო, ჟუანტემა და გიარო და მე მეგონა შემცდო, თურმე პირველი თევზის დაჭერის ემოციები ყოფილა. მოგაც სპინინგით თევზაობა დავასრულეთ. სამწუხაროდ ფარგა ვერ ვიპოვეთ, ის იშვიათი სახეობა. უნდა გადავინაცვლოთ შემდეგი ტიპის თევზაობაზე. ფიდერი და ტინტილა. ჭირდებათ საკვები, რითიც თევზს მოვიტყუებთ ერთ-ერთში. ფორცხობილის გემო, დამატკობელი ეს შოკოლადის არომატით გვაქვს. ან ტკბილეული ევასებთ. ტკბილეული ძალიან უყვართ. ეხლა ამას მივიღებთ. ეს არის ფლეცაკობურა, რომელზეც ამაგრებთ ჩვენს საკვებს. შეგვიძლია ამით დავიჭიროთ სამი სახეობის თევზი. არჩხანა, ხრამული, კობრი, ამას ჩამოვკიდებთ ზუაზე და რომ დაკაჩავს, გავიგებთ რომ თევზი არის. სანამ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ, თევზს გავარჩევ და თევზს გავუშვი, იქამდე იმედია თევზის დაჯდება. თევზაობის ეთიკური მხარე. როდესაც პატარა თევზს უშვებთ, ბედნიერი იყო შენი დაბრუნება. და სხვათა შორის ამ თევზის გამოხშირვაც არ არის ცუდი ვარიანტი, ხო? იმიტომ რომ პირიქით ხელოვნურად არის გაშენებული და სხვა თევზს ანადგურებს, ჭამს. სამწუხაროდ ფიდერზე ჯერჯერობით არაფერი არ მოდის. 2, 4, 6, 7 საშუალო ზომა, რომელიც შეგვიძლია მოვუზოთ და გემრიელად მივირთვათ აქვე, ტყეში ბუნებაში.
ზიც სულა. ცოცხალია? ასიჯოთ. მარი მოხარე. მარიო დაგოვიწყდა. რუდი გაიჭას. ხოის წელს ყველაზე მეტად რა უხდება. აი. მადლობა დღევანდელ. ჩემი პირველი სპონსორი იყო სხვადასხვის ქარვა და პირველი კომპანია იყო ვინც მითხრა რომ დავაი შებერე მიდი. მაგრამ მარიმ არ დაგასპონსოროს უშელა. მარიმ. უფრო მარიმ. ჩთ იწყება და რაზეც იმის თემა. ვახ. ეხა ვაკასავლელი ძალიან მაღალი აღმართი ტალახში და მადლობა გია საუგადასაულის თავი ეხა გადავრჩეთ და სახელმწიფოს მერე ვიპოვი 4 სახეობა გვაქვს და კიდე 20-ია წავედი. ჩვენი შემდეგი ლოკაცია დამიჯი შეიძლება არ იყოს იდეალური ბევრი სახეობის მოძევნისთვის, თუმცა წვიმიანი ტყე ულამაზესია. ესეთი რაღაც როგორ მემართება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია წვიმაში და სიცივეში, ცოცხალი სახეობების პოვნა, ვფიქრობ, მაინც არიან სახეობები, რომლებიც არასდროს ჩერდებიან, რომლებსაც სახლში საჭმელი აქვთ მისათანი და რომლებიც უფრო მეტად აქტიურდებიან წვიმაში. სწორედ მათ მოსაზრებად შეუმუშავე 3 სხვადასხვა გეგმა. ვფიქრობ, რომ მოგვიწევს ფოთლების გადაწევა გადმოწევა, შედარებით მშრალ ადგილებში ჩახედვა. ой. ესეა ჩვენი პირველი სახეობა. კუანაცუანას რო ეძახიან. ჩვენი თავარი მიზანია შედარებით მშრალი ადგილები ვიპოვოთ ტყეში და ამ ფოთლების გადაწევის შემდეგ ჩვენი შემდეგი მეთოდი არის მორების გადაწევა. ოპა, ეს ვინ არის არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ ეს ჩვენ არ ყოლია. მოდი გადავიდეთ ძებნის შემდეგ მეთოდზე, ვიპოვოთ ის სახეობები, რომლებსაც უყვართ სოკოები. გამორიცხულია რომ სოკოში არ ვიპოვოთ მატლები, გავუჭრათ ეს სოკო, ვნახოთ შიგნით მატლები თუ ყავს. არა. როგორც ჩანს ამ სოკოს ჭია არ უჩნდება. აი, ვნახოთ აბა ეს შედარებით დამპალს გავს ეს სოკო. აი, სოკოს მატლები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სოკოები უფრო მეტად თავისი მახასიათებლებით გვანან ცხოველებს და ყველაზე დიდი ორგანიზმები არიან სოკოები, რომლებიც არა მხოლოდ ეს არის, რომელიც ნაყოფად ამოდის, არამედ მიწაში გაშლილი მიცელიუმები კილომეტრების მანძილზე. ეს არის ყველაზე პატარა სახეობა, რაც აქამდე ყავს ნაპოვნი. და მოდი ამ ჩვენს ყველაზე პატარა სახეობიდან გადავიდეცოთ ყველაზე დიდ სახეობამდე, რომელსაც ჩემი მაყურებელი კარგად იცნობთ. ჩინი დაახლოებით 10 წლის წინ გორანთან ერთად მოგზაურობისას აღმოჩნდა საქართველოში. როგორც გორანმა თქვა, ის იწონის დაახლოებით 1 ტონას. ხახოს კი ნაღამ ხელი რომ მომაჭამე? მეც მომიფირი. უპს. ჩინი. სულალა შენ. აი ესე შევოდი და ხელი მომაჭამე კიდევ. აქრემის გარდა გორანს ყავს ასევე ხები და ული ძალიან ბევრ ძაღლს და კატას. How many dogs you have right now? I don't know, it's more than 20 for sure. Goran, Yes. I have something for you. A book? It's an empty book. No, it's not empty. გორანს რამდენიმე თვის წინ დაიწყო თავის ტენტი და ფაქტიურად ყველა ნივთი. სწორედ მაშინ ამოვარჩიე გადარჩენილი ფოტოები და მისგან ალბომი გავაკეთე. Wow. You see? Wow, it's very good making. Yeah. Very good making. This will relive your memories, maybe. Everyone is like a pro. It was broken life actually, all time, and this is symbolically.
ნახე, გიგილი მოგენატრა, აი. ჯიმბო. შენი გიგილი, ნახე. ეს იყო ჩინის პირველი სიყვარული. Big სიყვარული, ძალიან. If the human can love each other in couple like he was love each other, it will be another humanity. Look what he's doing. He's buying. Yeah, because he's too much, now he's full. ეს ძაღლი არის საქაურობის ბელადი და ყველა ძვალი რაც მოვიტანეთ ამან დაიწია, რა შეჭამა და რაც ვერა აგერ მარხავს. 65% of species is not anymore, is extinct. რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ეს ყველა სახეობა უკვე გადაშენებულია და ამაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენ ადამიანებს გვაკისრია. We need the variety. It's hoping we will protect what rest of this species. When I come here, it was many animals. I have 1,000 chacal come here. Now it's 3 or 4 years, I never see any chacal. Can you imagine? So a big wishes for your species researching. აქედან მეგობრებო ჩვენ მივდივართ უკვე შემდეგ რადიუსში და წავალთ. სად მივდივართ? რა როგორც იქნა 500 კილომეტრის რადიუსში მდებარე შავის ზღვა! ჩვენი შემდეგი სახეობების მოძებნას გავაგრძელებთ დედამიწის ყველაზე მისტიკურ და შეუსწავლელ ადგილებში, წყალქვეშ. და ეს მარტულის კანიონი, სადაც ჩვენი ბოლო სახეობების მოძებნაში დაგვეხმარება ვინ? Georgian X-Men Production. სახეობების მოძებნას შევძლებთ აქ შენი აზრით. რამოდენიმე სახეობის თევზი იქნება, გვერი, ხვიტი, მწერები სხვადასხვა. ხოლო შავ ზღვაზე შეგვიძლია ბევრი სახეობის თევზს შევხვდეთ, ასევე მედუზებს, ასევე შეგვიძლია კიბორჩხალები, წიდიები და აგერთოლი ამას ჩაინავარდა. წყალში ყვინთისთვის კი საუკეთესო ადგილი სარფი არის და რა თქმა უნდა, წყალში ხტომისთვის. ორი, სამი. ბევრი დაავადება შეგიძლია წყლიდან ამოიტანო, რომელიც სასიკვდილოც კი არის და ფატალურად შეიძლება დაასვა. ეს არის ჩვენი ბალონი, ეს არის ლასტები, სიმძიმე, რომელსაც ვიკეთებთ, რაც გვეხმარება წყალში ჩასვლაზე. ეგრეთ წოდებული BCD, იქიდან იბერება და წყალში პოზიციას ვაკონტროლებთ ამის მიხედვით. ამოსვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება დავიზიანოთ სხვადასხვა ორგანოები, მუშტუკები რომ ამოდის, იმას არ უნდა ამოვასწროთ. გოდას ჩაძირვამდე დარჩენილია 5 წუთი. დაი, შენი იმედი მაქვს რომ სახეობა დააწყო ხოლმე. წყალქვეშ ყვინთვას და ბალონით სუნთქვას იმაზე მეტი დამუღამება დაჭირდა, ვიდრე მე წარმომედგინე და ფაქტიურად პირველ ჯერზე არც გამომევიდა. რაღაცას ვერ ვაკეთებ, ვიჭედებოდი სუნთქვის მომენტში და ბოლოს და პრობლემა მაქვს, აბა? არ სუნთქავდი სწორად, ჟანგბადს იღებდი და არ უშვებდი რა, იგროვებდი შიგნით და ეხლა ჩემი აზრით მზად ხარ რომ კარგად ჩახვიდე და ნელ-ნელა სიღრმეს შევეყარო. თავდაპირველად სამწუხაროდ სახეობებზე მეტი ნაგვის პოვნა მოახერხე. ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნაგავიდან არჩენი ხვდება ზღვებსა და ოკეანებში, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის აქ მცხოვრებ ცოცხალ არსებებს. პირველი ჩაყვინთვისას შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტი თევზი გვეპავა, ხოლო უფრო საინტერესო სახეობები მეორე ჩაყვინთვისთვის შემოვინახეთ. 3 თევზი და 1 ეს მედუზა. ეს არის ჩვენი პირველი ჩაყვინთვის მონაპოვარი. კარგად იდეალურად აითვისა ყველაფერი და დაჟე ვეღარ ვაჩერებ და ძალიან სიღრმეში მიდის, მაგრამ რა თქმა უნდა წესებს ვიცავთ, არ უშვებს და გავიდეთ დიდი კიბორჩხალები ვნახოთ და სიღრმეში შევიდეთ ცოტა. და როგორც ჩაკვირდით, მეორე ჩაყვინთვაზე უფრო საინტერესო სახეობას მოვძებნით და ესაც ერთ-ერთი მსგავსი სახეობა, რომელიც აი ამ ნიჟარაში ცხოვრობს. თუმცა ამ ჩაყვინთვის მთავარი მიზანი არის დიდი კიბორჩხალის მოძებნა. და აი, არა, ეს არა, ეს პატარა. აი, ის ის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ამ დრომდე ჩემთან ერთად მოგზაურობ და მადლობა რა თქმა უნდა ირაკლისა მის გუნდს. თუმცა ჩვენი თავგადასავალი ისევ გრძელდება. ოპა, ეს საუბრობთ. ამოვიდეთ მეორე. მეორე ჩაყვიდით. და შეგვიძლია გავაგზავნოთ, სადაც შესასრულებელი გვაქვს 100 სახეობა. და ესაც 500 კილომეტრის რადიუსში მდებარე მარტვილის კანიონი.
ჩვენი მთავარი მიზანია მარტულის კანიონის რთული 2 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა და მისვლა დანიშნულების წერტილზე, სადაც ერთი სახეობა ბინადრობს, რომელიც ბევრს შეიძლება არ მოგეწონოს. ვისაუბრთ უსაფრთხოებას და ვებმევით ერთმანეთს სტოკებით. არ ვიცით რა ადგილებია ზუსტად და შესაბამისად ყველაფრისთვის რომ დაგიგო. აი, იქ უნდა შევუყვეთ. მაშორები დაგვწევიან ქვემოთ, შეგიძლია გადავხდეთ და დინებას გაუყვეთ. დავიდა გოტა მოდის პირიქეს. ფეხებს როგორც კი ჩაყავთ აბლა ტოტები და რაღაცეებია, შეიძლება გაიჭედო და დაიხჭო. დაიხჭო რა ხცუდა. აქ შეიძლება რაღაცა დამჭირდეს, მორევია. აქ ისეთი ექსტრემალური რაღაცები ძება შეიძლება სახეობების მოძებნა გამიჭირდეს, თუმცა კაი არის თუ 7 სახეობა მაქვს დაჩენილი და ამოყევით. აგერ ხასანი გასწრავს და იმედია ამ კანიონში დავასრულებ ამ საოცარ თავგადასავლას. 7 სახეობის მოსაზრებას რეალს ვაკეთებ ვიკო იჯენ ხოლმე. ხოთ მეგობრებო, ამას თქვენ უგაიმეორებთ, რადგან ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს Georgian Extreme Production, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი კასკადიორების, მაშველებისა და ექიმებისგან. მიუხედავად დიდი ადრენალინისა და ექსტრემისა, სახეობების მოძებნა არ უნდა დაგვაუწყდეს. შეუძლებს აი თიორი. აი ხურიკი. ოპა. აუ ზან ცოტა დამოკლდა. ოპა, ამაგარი ტიპი დაუჭირე, ნახე. 91 სახეობა, რომელიც მარტინის კანიონში აღმოჩნდა. და ეს შენ 98 სახეობა, სურველა და წინ კიდევ 2 სახეობა გვაქვს დარჩენილი. დავიჯარე. იგდებ. ბოლო 2 სახეობის მოსაზრებლად კი ყველაზე რთული მონაკვეთი ქონდა გასავლელი. ეხა მე დაგურამი რა რა. რა ხავთ და მე გადაგიყვანე. დავაი. ეს ჩანჩქერი იყო ჩვენი დანიშნულების წერტილი, რადგან ვიცით რომ აქ გველი ანკარა ბინადრობს. საერთოდ ამ ხალხზე გეჭირს, ცოტა ახლა დაიჭერე. ეს არის ჩვენი 99 სახეობა გველი ანკარა. ხო, მეათე სახეობა იცი რა არის? მე მგონი კაშახი. ახლა კაშახი უკვე 99 სახეობა, რომლის აღმოჩენაც ჩვენ მოვახერხეთ. ნუ თუ ყოველივე ეს ფიქრი მეუფლება, როდესაც ჩვენს განულ თავგადასავალზე ვფიქრობ, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ჩემს გვერდზე მდგომი ადამიანების გარეშე. მე ასე სახეობა არის ადამიანი, ხარ შენ და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სახეობების მოძებნაში დამეხმარა. ადამიანი, რომლის მოვალეობაც არის ამ სახეობებზე და ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა და მონით როა გავიაზროთ ჩვენი მნიშვნელობა ამ სახეობების და შესაბამისად ჩვენი პლანეტის კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მერჩი, რომელიც მუდმივად შეგვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა სავსეა მრავალფეროვანი სიცოცხლე და რომ ჩვენ მასზე უნდა ვიზრუნოთ. აღმოაჩინე და იზრუნე. მერჩი შეძენა შეგიძლიათ გოტას 2 ჯიზე, სადაც ასევე ნახავთ სპეციალურად ჩვენი პატარებისთვის შექმნილ მერჩს, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი როგორც დედამიწელების ერთიანობას. თუ კი მოგეწონა ეს ვიდეო და გინდა რომ 1000 ცოცხალი სახეობის მოძებნა გავაგრძელოთ მთელი დედამიწის გარშემო, გადადი გოტას 2 ჯიზე და შეიძინე მერჩი. დაიხმარე არხს. მადლობა.